მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. დღეს ვარ სტუმრად ფეხბურთელთან, რომლის ზაფხულის სატრანსფერო სიახლეს იყო ძალიან დიდი მოულოდნელობა. ბოლო წუთზე გადაწყვეტილი ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დედლაინის ბოლო წუთებზე ჩახურული გარიგება. მანასთანავე დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, დააჭერეთ subscribe ღილაკს, მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩაუჯექით ესპანეთში სტუმრად ლუკა გაგნიძესთან. წავედით. როგორ მოეწყვე დიდი სიცივიდან სითბოში? ეხლა სიცივია, მაგრამ არა, სიცივიდან სითბოში უფრო მარტივია რა. არანაირი მოწყობა არ არის და ეგრევე აი რა განსხვავება აი ფეხბურთელისთვის, აი ამინდი ბევრი ფეხბურთელს გამომისმენია, რომ თუნდაც მამარდას ვკითხე, ინგლისში გადავიდა ძალიან ცუდი ამინდები, ვალენსიაში ზამთარი საერთოდ არ იცოდნენ რა იყო და ნუ მე ხარ ვფიქრობ რა აქ თემაზე მარტო არა ხო რა ეხა ამინდი რაღაც ამბავში ეხმარება, მაგრამ სითბოში თამაში არ ჯობია, ეხა სიცივეში თამაში. კი. ხო და ანუ სიცივედან სითბოში უფრო მარტივია, ვიდრე სითბოდან სიცივეში რა. აი ტრავმისთვისაც ვერა ან გაყინულ ფეხზე რო დაგაბიჯებენ ეხა როგორი ძალიან ცუდი. როგორ ბაზა გაქვთ ხა სადაც მივიდივართ? და როგორ პირობებია რა? პატარა ბაზა გვაქვს, მაგრამ ძალიან კაია რა, ყველაფერია. დილით ვარჯიშამდე ჭამა, ვარჯიშის მერე ჭამა, პროცედურები, ყველაფერი ბაზაზეა. უბრალოდ თამაშის წინ ბაზაზე არ ვრჩებით რა. ანუ ეგ რაღაც სიახლეა შენი იმისთვის? ხო. პირდაპირ სტადიონზე მივდივართ, ან თუ შუა დღით, ან რაღაც 5-ზე, 6-ზე თუა თამაში, სასტუმროში შევიდივართ და სასტუმროდან მივდივართ ერთად. თუ 8-ზე, 9-ზეა თამაში, მანქანებით მივდივართ. აი ეგ როგორია ფეხბურთელის სხვებსაც მიკითხავს. შენ პირადად როგორ გირჩევნია და რა განსხვავებაა სახლიან წახვიდე თუ შეკრებაზე იყო წინა დღიდან? რავი, ეხა მე რომ მთელი ცხოვრება რავი დინამო თბილისიდან რომ თამაშის წინა დღით შევდივარ ხოლმე, ეხა რაღაც ცოტა უცნაურია, მაგრამ კაიცაა რა, სახლში ხარ, თან როგორ აიცი, იქ დილით გვაქვს სულ ვარჯიში თამაშის დღეს და საჭმელს გვატანენ აქეთ სახლში. რაც უნდა ჭამო? ხო, იქ იმაში კონტეინერებში გვიწყობენ და გვატანენ სახლში და გვეუბნებიან რა დროს რა უნდა ჭამო და ანუ ეგ კომფორტს გიქმნის რა, სახლში ხარ, ისვენებ, ძინავს. ეხლა რეალურად რო ავიღოთ, ეგ ხო რაღაც დოზით იმის გამოხატულებაა, რომ ისინი შენ გენდობიან და შენ თავს მოამზადებ თამაშისთვის. ანუ ევროპაში როგორც ვიცი ეგრეა რა. კი. უკვე გენდობიან თუ არ გენდობიან, ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, შენ როგორ მოემზადებ, თორე შეიძლება წინა დღითაც ბაზაზე შეხვიდე და რაღაცები გააფუჭო, მაგრამ ეგ შენზეა დამოკიდებული, როგორ მოემზადებ. გინდა სახლში, გინდა სასტუმროში, გინდა ბაზაზე რა. ეხლა აქ რაც გადმოხვედი. საინტერესოა რა გითამაშია რამდენიმე ქვეყნის რამდენიმე გუნდში. რა ის სავარჯიშო სტილის სხვაობა რა, შენ წინა გუნდებს რო შეადარო. აი რა განსხვავებაა რა, როგორი სტილის ვარჯიშები გაქვს? სხვათა შორის აქეთ უფრო როგორი ვარჯიშებია, იცი, თამაშის დღეს თამაში რომ მორჩება, ძალიან დატვირთვა, ვისაც არ უწევს თამაში. მეორე დღეს შედარებით ისეთი ვარჯიშია, აღდგენითი და მესამე დღეს არის დატვირთვა რა. ანუ თამაში რომ მორჩება, მაგალითად შაბათს ხოა თამაში ან კვირას. აი სამშაბათს არის ძალიან ისეთი ვარჯიში რა, ინტენსიური, სამშაბათი, 4 შაბათი. ანუ კვირაში 2 დღე გვაქვს ძალიან დატვირთვა და იქეთ უფრო როგორი ვარჯიშები იყო, ისე ტაქტიკაზე. ანუ ჩვენსაც გააჩნია როგორ ვარჯიშებს გიკეთე, შეიძლება ესპანეთში ხარ სადაც არ უნდა იყო, მცნელზეა დამოკიდებული. მე შენ როგორ შეეჩვი მო ყველაფერს? კარგად, ყველაფერი კარგად რა. იყო რა სამიდან გაჭირების ანუ არანაირი. ყველა ისე დამხვდა რა, მეკობრულად და რა ვიცი, ეგრევე ისე ვიგზენი რომ მეთქი აქ 1-2 წელია ვარ თქო რა. დღეს როგორი ვარჯიში რა დღე გაქვს დღეს? დღეს შედარებით გუშინ დატვირთვა, დღესაც დატვირთვა უნდა იყოს ესეთ. აი ინტენსიური
მოუწევთ ბიჭები. ნახოთ ავარჯის მე როგორ იქნება ერთ. მერი ბაზა ჩანს. აი ნახე პატარა შიგნითაა ყველაფერი რა. ესა ერთ შენობა. შენობა და სტადიონები არის 1 2 3 4 და იქეთ აკეთებენ კიდე 2-ს. და ყველაფერია რა. კი, ვაფშე ყველაფერი. პროსტა ოთახები არა ერთი. გრანადას საწვრთნელ ბაზაზე ვართ ახლა მეგობრებო. სადაც მალე დაიწყება საორჩო სესია გუნდის. მე შეგახსენებთ რომ ჯეოთიმის არხის წარმომადგენელი კომპანია აჭარაბეთია. როგორც ყოველთვის მადლობას უხდით მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის და მინდა გაჩვენოთ რა პირობებში ემზადება გრანადა, სადაც შარშან გიორგი წიტაიშვილი იყო, ძალს ლუკა გაგნიძე. ესეთი კოხტა ბაზა, ეს ერთი მინდორი. თავისი სავარჯიშო, თავისი ტრიბუნებით. იქეთ მეორე მინდორი. იქეთ მეორე გუნდი ემზადება. და აქეთ მეოთხე მინდორი კიდევ ერთი. კარგად ხედავთ რომ ყველაფერი, ან ძალიან კოხტა და გემრიელი ბაზაა. შენობაზე კი გვითხრა უკვე მე პატარა შენობას აბსოლუტურად ყველაფერიაო, დასარჩენი ოთახების გარდაო. მალე გამოვლენ უკვე, კარგი ამინდია, ნუ 8 გრადუსია, თუმცა როცა უკვე მზეს ვხედავ, შემიძლია ვთქვა რომ კარგი ამინდია. სუფთა ჰაერი და ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ფეხბურთელი უფრო მეტად განვითარდეს. რაც რა ვიცი, შარშანელმა სიტუაციამ გვაჩვენა, რომ გიორგი წიტაიშვილს ძალიან გამოადგა ერთი წელი, რომელიც გრანადაში გაატარა და ძალიან კარგი სახელის დატოვა აქ. Muy bien, Leo ganador. რაში არის ეს? მე რამ რაში? სამეული. ოღონდ Está bien. Gracias, mi amigo. Is, está bien. Olha, me vou meter. Olha, das mal escreve. ვის? Aí. Aí, casa. Mi amigo. როგორ ჩაიარა ვარჯიში? Mi amigo. Spanish. Ah, sí. Mi amigo. Ay, muchas gracias, Gracias. tío. Chao, bro. Gracias, tío. Chao. Venga, chao. Chao. გაგნო ვარჯიშთა დავბრუნდით და წიტამ დამირიკა შენ ვარჯიშზე იყავი მე ჩავგდე ვიდეო რომ თუ იცანი მეთქი რა თავურობა თქო ხოდა ვიცანი კი რომ ჩემი სახლია რა და მე მითხრობაცები დამალაპარაკეო ვარჯიშს ვაპარაკე და დავინახე რომ ძალიან მაგარი დამოკიდებულება აქვს ერთმანეთთან და აქ შენ ხარ გამგრძელებელი ქართველობის ესე ვთქვა წინა წელსაც ყავდა ქართველი რადგან როგორ დაგვწნენ საერთოდ გრანადაში რომ მოხვედი და წიტაზე თუ გკითხეს რამე და რა დამოკიდებულება პირველად რომ ჩამოვედი ყველა ინტერვიუში პირველ წიტაზე მეკითხებოდნენ მართლა ძალიან უყვართ რა წიტა რაც შეეხება გარემოს რომ ჩამოვედი ვარჯიშის რომ მივდიოდით გითხარი რომ ისეთი გარემო დამხვდა რომ მართლა მგონია რომ უკვე ძალიან დიდი ხანი ამ გუნდში ვარ თქო რა ანუ ისეთი ოჯახური გარემო და ყველაფერი ძალიან კარგადაა გინდა ფეხბურთის თვალსაზრისით და გინდა
ფეხბურთის გარეთ რა. აუ თბილი ხალხი ესპანელები შენი თვალით დანახული ესპანელები როგორია? თვითონ გუნდში ახლა მე რასაც უყურებ, ყველაფერი ძალიან კარგად და ესე გარეთ თითქმის არასდროს არ გავდივარ სულსახში ვარ და თვითონ გუნდში ყველა ესპანელი ახლა ძალიან კარგად რა ყველაფერი ჩემს მიმართ ყოველ შემთხვევაში. შენი ტრანსფერი იყო ამ ზაფხულის ბოლო გასროლა, ესე ვთქვათ, წუთები იყო დარჩენილი სატრანსფერო ფანჯრის დახურამდე, როცა გრანდა შეუერთდი. რუდის გაიგე საერთოდ ამ ტრანსფერის შესაძლებლობაზე და ამდენად მარტივად მიიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა წამოსულიყავი აქეთ. კარგად დაემთხვა ყველაფერი იქიდან. 2 დღე მქონდა დასვენება და ვიყავი ჩამოსული თბილისში ვიყავი რა. 2 დღე ვისვენებდი და მე უნდა გავფრენილიყავი მოსკოვში. და ირაკლი მირეკავს ჩემი აგენტი ლულაშვილი რომ ესეო გრანადა დაინტერესდაო რა. ანუ დაინტერესდა კი არა. არის ბოლო დღე. ბოლოს წინა დღეა. ოკეი. ან ბოლო ზუსტად მართლა არ მახსოვს რომ არ მოგატო. და ანუ კი არ დაინტერესდა უკვე გამოაგზავნეს ყველაფერი რა. ეს გჭირდებაო ძალიანო რა. და ვერ ვასწრებდი მოწერას ელექტრონულად უნდა მომეწერ. მაინტერესებს. ირაკლი რომ დაგირეკა. შენ გეკითხება წახვალ თუ არა თუ უკვე შენ განიცოდა რომ ნებისმიერ რამე ვარიანტი თუ იქნებოდა შენ წახვიდოდი. უკვე ბოლოს ისე ვიყავი რომ თავარია წავსულიყავ ისეთ გუნდში სადაც მომიწევდა თამაშები რა. ნუ იმაზე მეტი რასაც იქ თამაშობდი, იმიტომ რომ რაღაც ცოტა არეული სიტუაცია მქონდა ბოლოს. და ანუ ორივე ვიცოდით რომ უნდა წავსულიყავით სადმე ისეთ გუნდში რომ სადაც თამაში მოგვიწევდა, თუნდაც დაბალი დონის გუნდი იქნებოდა. და რო დამირეკა გრანადამ გამოაგზავნაო და ესე თვითონ პირდაპირ არაფერს არ მეუნება არასდროს. გინდა თქო უნდა წახვიდან, უნდა დარჩე. მე როგორც ვიტყოდი, ზოგადად ეგრე მუშაობს ფეხბურთელებთან. როგორც ფეხბურთელი გადაწყვეტს, იმის მხარეს დაიჭერს სულრა და დამირეკა ესეო გრანადა დაინტერესდა კი არა და გამოაგზავნა უკვე ეს ყველაფერი, ეს ოფერი, ყველაფერი ისეს და მეთქი 10 წუთი იმასკენ თქო მომეცი თქო რა, მაინც ახლა როგორია, უკვე რო ვიცი რომ წასვლა გინდა და ესეთი გუნდი გამოჩნდება, მაინც ასე თუ ისე ირევი. და დაურეკე 10 წუთში მეთქი წავედი თქო რა, ეგრევე. და იქიდან გამოაგზავნეს 7 წუთი იყო დარჩენილი რომ მოვაწერე. თან ამ ლეპტოპით არასდროს არ მომიწერია, რაღაც ელექტრონულად მოწერა და მეილზე მე რაღაც გადმოწერა, გადაწერა და მოვაწერე რა საბოლოოდ და 6 წუთი იყო 7 წუთი დარჩენილი ფანჯრის დახურამდე რომ მოვაწერე ხელი. აუ შეიძლება და ისე მოხერხო რომ ჩარჩენილიყავ იქ რა. კი. 50-50-ზე იყო რა უკვე. აი ამერიაო იქო მოსკოვის დინამოშიო უკვე ბოლოს და წასვლა მიდოდაო და აი რატო აირია უნდა ეშენეს რატო ვერ ითამაშე იქ. როგორია იცი ანუ ახალი მწვრთნელი ხო მოვიდა და მე მქონდა ხო ახალი მწვრთნელი მოვიდა და მოსამზადებელი მე არ გამივლია მაგ მწვრთნელთან. ეს ევროპის ჩემპიონატის გამო თუ რამე? ხო, ევროპის ჩემპიონატის გამო და ევროპის ჩემპიონატი რომ მორჩა, ფაქტურად დასვენება ვაფშე არც მომიწია. ერთი დღე მომცა და უკვე ამადამ დროს უნდა იყო ჩამოსულიო და ფეხბურთელისთვის ზოგადად ძალიან რთულია, რომ პირველი შეხედულება მწვრთნელის რაც უნდა დაანახო, მაგას რო გამოტოვებ რა. და მე რო ჩავედი გვიან უკვე გუნდი იყო შეკრული და უკვე მოიაზრებდა ვის უნდა ითამაშა და ვის არა. და მაგ მომენტში მე ახლა მწვრთნელის იმას არავის არ ვაბრალებ. ვისი ბრალიცა ყველაზე დიდი ბრალი არის ჩემი. და ჩავედი და ვაფშე სხვა სიტუაცია დამხდა, ვაფშე ყველაფერი შეცვლილი იყო. და ანუ იქეთ რაღაც ამხანაგური თამაშები რო დაიწყო, ესე თუ ისე კარგად შევედი გოლი გავიტანი ასისტი და ანუ შანსი ფაქტურად არ მოუცია რა. მაინც იმშობლოს რომ მე უკვე იცი როგორ ვიყავი, ხო ვიყავი იქ გუნდში. და გუნდთან არ ვარჯიშობდი რა. და წარმოიდგინე ხა ახალგაზრდა ფეხბურთელი რომ გუნდთან არ ვარჯიშობს, უკვე რაც არ გინდა ფინანსები იყოს, რაც არ გინდა ის იყოს, უნდა ადგე და უნდა წახვიდე. თუ ფეხბურთის თამაში გინდა და თუ ეხა სხვა რაღაც გინდა, დარჩებოდი რა. ხო და ირაკლიმაც იცოდა რომ უკვე უნდა წავსულიყავით, აი სადაც არ უნდა წავსულიყავით, უნდა წავსულიყავით რა. თავარია მე თამაშა და ამ დროს გამოჩნდა გრანადა და წამოვედით აქ რა. შენი აზრით აი ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ გაგვიხარდა როცა ვიძებ დატოვა რუსეთის ჩემპიონატი წამოვიდა ევროპის ერთ-ერთ კარგ ქვეყანაში სათამაშოდ
მშრალი იჯარა. აი შენ მომავალს როგორ ხედავ ზოგადად შენ ზაფხულში ან ზოგადად აი აქ რა გრანადაში რო ხარ. მშრალი იჯარის პლუსებზე და მინუსებზე რომ ველაპარაკო, ეხა აი აქ შენი შეგრძნებითაც გრძნობ. მშრალი იჯარის პლუსი არის ის, რომ ანუ ზოგადად მომავალზე არც ვფიქრობ. თავარია ამ მომენტში შენ თუ მომავალზე ანუ მქონია რა ეგეთი მომენტები, რომ მომავალზე რო ვფიქრობდი, პირიქით წასულიყო რა სიტუაცია და ამ მომენტში მომავალზე მართლა არ ვფიქრობ რა. თავარია რომ აქ დავიმკვიდრო თავი და თამაშები მომიწიოს. მშრალი იჯარას ის პლუსი აქვს, რომ სიტყვაზე ვამბობ თუ ითამაშებ გამოჩდება უკეთესი გუნდი ან მშრალი იჯარა ის კი არა რომ ანუ შანსი არ გამოგისყიდონ. ანუ უბრალოდ დაბრუნდები იქ რამოდენიმე დღე, იქნება მოლაპარაკებები, აი როგორც ანტონი წავიდა. ბეტისში ხო მშრალი იჯარა ქონდა. ბეტისში ხო ძალიან მაგრად ითამაშა და მე რაღაც ბაიერნი და ისინი. ანუ ეგ პლუსი აქვს. მშრალი იჯარას რომ ანუ აქ თუ კარგად ითამაშებ, ძალიან კაი გუნდები გამოჩნდება. მაგრამ ის მინუსი აქვს, რომ შენ რო გრანადამ აგიყვანა ესეთ სიტუაციაში, გათამაშა, გასვა, გაჭამ ყველაფერი და მე ანუ თვითონ გუნდისთვის რა მშრალი იჯარა ცუდი. მაგრამ ანუ მშრალი იჯარა ჩემი აზრით, როგორც მე ვიცი, რომ მშრალი იჯარა ანუ ის არაა, რომ ანუ შანსი არა ვერ გამოგისყიდიან. ანუ გავა ის რაღაც დრო დაბრუნდები გუნდში და მე წავა მოლაპარაკებები რა. და იმასაც არ გამოვლისხავ, რომ გრანადა გამომისყიდოს. ნუ მაგას გააჩნია როგორ წავა ჩემი ის რა სათამაშო პრაქტიკად, რო ხარისხი და ყველაფერი. აქ ფიზიკურად მომზადებაშიც როგორ აქცევენ ყურადღებას, იმიტომ რომ შენ მითხარი, რომ ნუტრიციოლოგი ცალკე რაღაც დოზებს მაძლევს, ფიზიკურად კარგად უზრუნავ თავს, აი როგორ არის ფეხბურთელისადმი დამოკიდებულება გუნდის მხრიდან. შენ თავზე როგორ ვუძრობ, როგორ გიფრთხილდება გუნდი? ჯნობ რომ რაღაცა რო ჩამოვედი თავიდან კოჭის ანუ კოჭი დიდი ხანი მაწუხებდა რა და კოჭზე მივიღე დაზიანება. და აი მანდ მივხვდი რომ უკვე მართლა ისე ჩამოვედი რომ ესე უბრალოდ არ ჩამოუსვლა რაღაც მოლოდინები აქვს. კოჭის ტრავმა რომ მივიღე, ანუ ისეთი ყურადღება ვიგრძენი რომ ანუ ეგეთი ყურადღება ძალიან დიდი ხანი არ მიგზნია და მანდ მივხვდი რომ რაღაც ოდნავ მაინც მნიშვნელოვანი ვარ რა ამათთვის. ხო და კოჭის ტრავმა რომ მივიღე, ანუ მე რეკავდნენ ექიმები შეიძლება ფეხბურთელი ხარ რაღაც გამოგჩეს ხო ის ეს ყველაფერს გახსენებდნენ რა როდის უნდა გაიკეთო დალიო წამალი ის მერე უნდა დაბრუნდე უმალე გუნდს ჭირდებიო და ანუ პატარა დეტალები ანუ ეგ დროს აი ფეხბურთელი ხო ანუ ძალიან შეიძლება мотиваცია მიიღო მაგით ანუ პატარა დეტალებს აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას სამშობლო კითხვაზე გადავალ შევახსენებთ რომ ჩვენი არხის გენერალური მხარდამჭერი არის ქართველების საყვარელი წყალი დაბეღლავი და შენს ინტერვიუს დროს თუ ისეთ კითხვები დაგაყარა შეიძლება მიშრება უკვე ნელ-ნელა როგორ მიშრება პირი ნელ-ნელა ისეთ კითხვები ნახა მე გადმოვა შემდეგი კითხვით შენი აზრით რუსეთში იჯარის წასვლა წამოსვლებმა შენი თვითშეფასება როგორც ფეხბურთელის რამდენად დააზიანა დინამოდან რო წავედი ხო რამდენიმე კლუბი გამოიცვალე იჯარი თითქოს არ გიწევდა ბევრი თამაში და აი ეგ ახალგაზრდა ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ თავდაჯერებას რამდენად ანგრევს ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო მაშინაც შედარებით ოდნავ უკეთესი მაგრამ არ იყო კაი სიტუაცია ეს რა პერიოდზე ამბობ რო წავედი ხო კრილიაში რომან ფაქტიურად სხვა ვარიანტი არ იყო აი არსად არ იყო ან უნდა დავრჩენილიყავი და ისევ უნდა გამეგზელებინა ან უნდა გადავსულიყავი და ანუ ფაქტია რომ იმაზე ბევრად მეტი ვითამაშებ ვიდრე დინამო მოსკოვში თამაშობდი და ზუსტად აი მან თამაშებმა დამეხმარა რომ აქ წამოვსულიყავი იმიტომ რომ აქ რო ჩამოვედი მითხრეს რომ მან გიყურებდი თო მე მოსკოვში ეს ამხანაგურებზე რო დაიწყო და მწვრთნელს ხო ველაპარაკე ხა აქ რო ჩამოვედი და ზუსტად მაგ თამაშებიდან მაკვირდებოდნენ რა და გინდა არ გინდა ის წუთები რაც იქ ვითამაშე ზოგი თამაში სასტავშიც დავიწყე ზოგი თამაში ნუ თითქმის ყველა თამაშზე შევდიოდი ცვლილებიდან და ზუსტად ეგ თამაშები დამეხმარა რომ აქ წამოვსულიყავ ანუ იქიდან დინამო მოსკოვიდან კრილიაში რო წავედი მაგის გარდა შეუძლებელი იყო ანუ არ იყო ფიზიკურად არ იყო სხვა გუნდი რო წავსულიყავ
შენ ის და რუსეთში ყოფნამ რამდენად მოაქცია ლუკა გაგინიძე კომფორტის ზონაში. რა ვიცი, ანუ ახალგაზრდა ასაკში ჩვენ რამდენი წელი წინაც გქონდა ინტერვიუ. მაგის ვერ კიდე დრო გავიდა. შენ ბევრი საკითხზე გეფიქრა. ახალგაზრდა ასაკში კარგ კონტრაქტზე წასვლა, ისეთ გარემოში გრძელვადიან კონტრაქტზე. აი ფეხბურთელის, აი შენი განმცხენე რომ მითხრა, იცი რა ლუკა გაგინიძე როგორც კარიერის დასაწყისში ისეთივე მშიერი არის ხაც? ანუ შეიძლება ითქვას უფრო მეტი, იმიტომ რომ და რატო აი ეგ რომ მითხრა რატო? ხო, გეტყვი. ანუ უკვე წავედი პირველად რუსეთში, ხო? თავიდან დავიწყე ყველა თამაშს თამაშობდი, ანუ ძალიან კარგად ვიყავი. და მე უკვე რომ დავინახე ჩავარდნები, ცოტა გაიწელა ჩემი ჩავარდნა. ესე რომ ვთქვა და ანუ ფაქტობრივად რავი 5-6 თვე ვიყავი უთამაშებელი. ანუ კომფორტის ზონაში ვიყავი თუ არ ვიყავი, მაგას ვერ დავაბრალებ, რომ არ ვთამაშობდი. და როდესაც ჩემი თავი დავინახე ევროპაში, თამაშის სტილი ვაფშე სხვანაირი, რუსეთის ფეხბურთი და ესპანური ფეხბურთი ხა ყველასთვის ნაცნობია. როდესაც ეს გინდა ყველა თამაშზე ატმოსფერო, ყველაფერი ვაფშე. ანუ ესეთ რაღაც, ესეთი დონის თამაშებს რო უყურებ, უფრო მაძლევს мотиваციას, რომ უფრო განვითარდე. და აქ იყო ხშირი უფრო დიდი დოზით. კი, ანუ ყველა ფეხბურთელის ანუ აქ მოხდა რომ ყველაზე დადებითი გავლენა მოახდინა. ძალიან დიდი. ყველა ფეხბურთელის სურვილი და ოცნება რომ ევროპაში ითამაშოს ტოპ ჩემპიონატში, ხო? საქართველოსთან რუსეთში წავედი იმისნით რომ შემდეგ იქიდან წავსულიყავი ევროპაში. ანუ მე არ ვიცი ხა სხვა რუსეთმა გააფუჭა, არ გააფუჭა. ხალხი როცა ლაპარაკობს, გუშინაც ვილაპარაკეთ მაგაზე. ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკეთ. ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკეთ და შეგვიძლია ხო. ანუ ხალხი როცა ანუ ხალხის აზრი დიდად ანუ არც სოციალურ ქსელებში ვარ და გუშინაც ვილაპარაკეთ რა. ყველა ზუსტად ეგრევე. ინტრიგაში დარჩება რა ილაპარაკესო და მოდი ამიტომ ექტება განვიხილოთ ხო. ვიტყვი, ანუ სოციალური ქსელები ანუ ვაფშე არ მაქვს არაფერი და ანუ დიდად არც ვაქცევ ყურადღებას ხალხის ლაპარაკს. მაგრამ ანუ გინდა არ გინდა ხო მოდი შენ ყურამდე ხალხი რასაც ლაპარაკობს. მინიმუმ იმ ადამიანებამდე შენ ახალბებამდე ვისაც სოციქსელი ეგრე ხან დედა ჩემი დამირეკავდა ნერვიულებული ხან მამა ჩემი მეუნებოდა რომ არაფერია დაწყნარდი შენ გზას გავუყევი და ყველაფერს ანუ მამა ჩემი ძალიან ჯერა და ნუ ძალიან ყოველ დღე მეუნება რომ ანუ მშობლის სიტყვები მაინც ხო იცი სხვა არის და გუშინ ჩვენ რაზეც ვლაპარაკობდით იმას ვიტყვი ზუსტად რა და ბოლოს ვინც დამეთანხმე მგონი მაგაში ხო მიდი მითხარი და ეტყვი ხო როცა ფეხბურთელი რუსეთში მიდის ხო ანუ მარტო ფეხბურთის თვალსაზრისით რო ანუ მარტო ფეხბურთის მხრივ რო შევხედოთ რა გვერდზე რო გადავდ ფეხბურთელი რო რუსეთში მიდის ეგ ხო თვითონ ფეხბურთელზეა დამოკიდებული ის რუსეთი რას უზავს ხო გინდა ბიუჯეტით გინდა ანუ რაც გინდა ისა იღი ეგ ფეხბურთელი რო რუსეთში წავა და რაღაცებს აყვება ეგ ვისი ბრალი იქნება თავისი ბრალი იქნება თუ რუსეთის თავის ბრალი იქნება მაგრამ ჩვენ რას ვლაპარაკობდით გულში მე ზოგადად ვეკითხე რომ მე მომხრე ვარ იმის რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერა წავიდეს ნაბიჯ განვითარებისკენ ნაბიჯ განვითარებისკენ და მე ზოგადად ის გითხარი მე რომ ან რუსეთში რომ მიდიან იმხელა ისეთ კონტრაქტს უქმნიან ანუ შენ ის ჩემი კონტრაქტი არა მე არ ვიცი ჩემი არც მაინტერესებს ხო ხალხი ფიქრობს რომ ანუ მე წავედი რაღაც უზარმაზარ კონტრაქტზე და ის ანუ ძალიან დიდი განსხვავება ვაფშე არ იყო მაგაში ანუ 18 წლის რო ვიყავი რუსეთში იმიტომ კი არ გადავედი რომ ფული მეშოვა ან რამე რუსეთში იმიტომ გადავედი რომ წავსულ მე გზა გამეკვია ევროპისკენ შეიძლება ცოტა წარიმართა მაგრამ ჯერა რომ უკეთესობისკენ იქნება აი პირველი ნაბიჯი მე რო იქ წავედი ხო ვიცოდი რუსეთის ჩემპიონატი როგორიც იყო ხო ყველაფერი სანამ ეს ომი ყველაფერი სანამ ეს მოხდებოდა ხო ერთში სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა ხო ანუ დაჟე ფეხბურთი რუსეთის ჩემპიონი ანუ მე იმას კი არ ვამბობ რომ რუსეთის ჩემპიონატი ხო რუსეთის ჩემპიონატი სასწაულია ან რამე ეგეთი რომ რუსეთში უნდა წახვიდეს იმ ფეხბურთელმა მე ვამბობ რომ იმ ფეხბურთელმა თუ იცის რომ რუსეთში იმ განზრახით მიდის რომ იქედან მე უკეთეს და უკეთეს გუნდში გადავა ანუ წავიდეს ანუ ფეხბურთის თვალსაზრისით რო შევხედოთ ყველაფერს
საბოლოოში მე იქ მივდივარო. ანუ ჩვენ არ ვლაპარაკობთ მარტო რუს, ანუ ხო საბჭოთა სის ქვეყნები, ავიღოთ აგერ აზარა. სადაც არის და გოჩოლა ძლივს გააღწია იმედია რომ ჰამბურგი გამოისყიდის. აზარადაც უჭირს წას. მეგონა იქ მივდივარო ის როგორც არა, მაიცაგეთ, გუშინ ჩვენ რაზეც ვლაპარაკობდით, ანუ რუსეთი კი არ აფუჭებს ფეხბურთელს, ფეხბურთელზეა თვითონ დამოკიდებული ის როგორ წარმართავს თავის ცხოვრებას. ხო, გარემო. კაი, ფეხბურთელი წავიდა სიტყვაზე. ჯანსაღი გარემო მგონია ევროპულ ჩემპიონატებში. და არა სულ აღარ შედარებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც საფეხბურთო კუთხე. ანუ შენ ამბობ რომ რუსეთი და უკრაინა ერთნაირად აკეთებენ. ზუსტად როგორც ანუ დინამო კიევი, შახტარი, ეს ზენიტი, დინამო მოსკოვი, ანუ რუსეთის გუნდები. ანუ შენ ამბობ რომ არც იქ არ უნდა წავიდეს, არც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, ხო? არც იქ, ანუ კაი, მაშინ ქართველი ფეხბურთელი რომ უკრაინაში მიდის. ხო. ხალხი რატო არ ამბობს, ანუ ხალხი რატო ამბობს, რომ კაია, ანუ ხალხი არ უყურებს ზუსტად საბოლოოში ხა მაინც უყურებენ საბოლოოში. ეხა ხო, ეხა კი, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. ხალხი უყურებს, ანუ ყველა, ანუ მაგ მხრივ მეც ვეთანხმები ყველაფერს და ანუ მაგრამ სრულ ანუ ფეხბურთის იქ ნახე რომ შენ რა გინდა ხა შენ ნახე ხალხი ისეთი ხალხი აფიქსირებს ფეხბურთზე ას ვის ფეხბურთი არ ესმის და შენ რატო გიკვირს რომ ეგ ხალხი სულად ხო და მე ანუ ეხლა ვაფშე სხვაგან წავედი კაი იმას დავუბრუნდე სულთა ფეხბურთულად შენ არ ანუ ფეხბურთელი თუ რუსეთში მიდის კაი შეიძლება არ ემხრობი შეიძლება ფეხბურთელი თუ რუსეთში მიდის ეგ უკვე ინდივიდუალურია ეგ როგორ წარმართავს თავის კარიერას ნუ ეს იყო ამ იზოლაციამდე, და როცა შენ წახვედი მაგ შემთხვევაში, იყო რა ფეხბურთელი რომ რუსეთში მიდის, ანუ ინდივიდუალურადაა ეგ ყველაფერი. ფეხბურთელს თუ უნდა ფეხბურთის თამაში, იმ გარემოს არ აყვება. და ფეხბურთელს ფეხბურთის თამაში არ უნდა გავა და აყვება იმ გარემოს. სამწუხაროდ მაგრამ მე იმას არ ვამბობ, რომ რუსეთში უნდა წახვიდე და ისეთი სასწაული ჩემპიონატი და ეგეთი ხალხს ეგრე არ ეგონოს ეხა რომ რუსეთს იმოშვა. არა, შენ მე მივხვდი. მე არ მინდა რუსეთში. მე მირჩევნია რომ ევროპაში, ანუ იმიტომ წავედი კიდევ ერთხელ რომ ევროპაში წავიდე და ეგაა ჩემი მიზანი. მე არ მინდა ეხა აქ თუ ეხა თამაშები. ხო, მე არ მინდა რუსეთში წასვლა, რა თქმა უნდა. აქ თუ ვითამაშე. იმიტომ რომ იქ ანუ ბოლოს უკვე ისეთი სიტუაცია მქონდა, რომ ანუ თავარია წამოსულიყავი და ანუ იმიზენ წავედი ეგ 18-19 წლის ასაკში, რომ წავსულიყავი მე ევროპაში. არა, მე ვიცი ეგ შენ ანუ როგორაც გინდა. ანუ ხალხი სხვანაირად უყურებს და სხვანაირად ხო და მე ჩემი ეს ჩვენი ინტერვიუების მაგას ემსახურება, რომ ხალხმა მე ზოგადად ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის რომ ევროპა უკეთესია, მაგაზე ორი აზრი არა. ვაკეთებ გაგნო. და ვაკეთებდი და გავაკეთებ. ჩემი ის არის, რა ქვია, ჩემი ერთ-ერთი მიზანიც ეგაა, რომ შენ იქნები თუ პეტრე იქნება თუ პავლე იქნება, ხალხმა კარგად გაიცნოს. მათი აზრი კარგად გაიცნოს, მათი სულები კარგად გაიცნოს. რომ ანუ სხვანა, ანუ ხალხს გონია, რომ რუსეთში ერთ კითხო, მოდი ერთ კითხო. შენ რო ბევრმა არ იცისო, შენ რამდენ აი შენ რაღაცები ნაცნობად ახლობლად მიაჩა. ყველამ კარგად გაიგო შენ ნაბიჯი? ახლო ხალხმა? ნუ ძალიან ახლო ხალხს არ გეუბნები, გარემოცვას გეუბნები. ანუ ვინც ფეხბურთში ოდნავ მაინც ჩახედულია და გააზრებულია, ანუ მე მგონი შეიძლება არ ესიამოვნა რომ რუსეთში წავედი, მაგრამ ანუ ჩემთან თუ გქონდა ლაპარაკი, მithქვამს რომ იმ მიზეზი წავსვა რუსეთში, რომ ანუ ზაგამეხსნა ევროპისკენ რა. ძალიან ბევრი ფეხბურთელი მიდის რუსეთიდან ევროპაში. მაგრამ იმას არ ვამბობ კიდევ ერთხელ, რომ რუსეთში უნდა წახვიდე ან რამე ეგეთი. მე ვარ ანუ ინდივიდი ხო, ანუ ინდივიდუალურად. შენ ინდივიდუალურად შენ გასწ ხო? მე გადავწყვიტე რომ ანუ შენ როგორც ამბობ რომ ნაბიჯო. მე არ ვიცი ხა ხალხს რა ის აქ დამოკიდებულება, ანუ ბოლოს მე ისე ვიყავი რომ კარგი დამოკიდებულება არ მქონდა და წამოვედი აქეთ. მე რომ მივხვდი რომ იქ უკვე აღარ იყო ჩემი ადგილი, წამოვედი თუნდაც გრანადაში, ხო? ანუ ხალხ, ანუ როგორი ლაპარაკები მიდის, იცი კიდე მე რომ წავა რუსეთშიო და იქ მოიკლავსო კარიერასო. და რატო წამოვედი აქეთ მაშინ თუ კარიერას არა, ხო ჩვენ მოხსურიო ხალხმა გაიცნოს შენი კარიერული მისწრაფებები. ანუ შეიძლება ეხა მე წამოვედი და შეიძლება სხვა არ წამოსულიყო. და ყოფილიყო იქ და კომფორტის ზონაში ყოფილიყო. მაგას ვამბობ ზუსტად რომ ხალხს ეგ გონია, რომ თვითონ რუსეთი კლავს ფეხბურთელს. ფეხბურთის გულს მენტალიტეტი. ანუ ხო რა შენ თუ გინდა რომ გამოხვიდე როცა ცუც ხედავ. ანუ ცუც ხედავ ფეხბურთის სამყაროში თვითონ. და თუ შენ ეხა რუსეთში კაის ხედავ ფეხბურთის გარეთ და ფეხბურთში ცუც და შენ თუ დარჩები მან უკვე შენი პრობლემაა. ინდივიდუალურია ყველაფერი.
და ეგ ლაპარაკი გქონდა გუშინ და მივედით ერთ აზრამდე რა. ჩვენთვის 21 წლამდელები და ასაკობრივები მორჩა. ბუნებრივია შემდეგი სურვილი რაც გაქვს ის არის რომ ნუ ეროვნულ ნაკრებში დებიუტის ოცნება აგიხდა, თუმცა ახლა სურვილია ალბათ ის რომ ეროვნულ ნაკრებში სტაბილური წევრი გახდე. როგორ ფიქრობ, აი ამ მომენტისთვის რა სჭირდება ლუკა გაგნიძეს რომ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდეს? ბუნებრივია საუკეთესო ფორმაში ყოფნა. ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელები იმსახურებენ, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს და ამ სათამაშო პრაქტიკასთან ერთად ხარისხი. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეგ მაქვს გასაუმჯობესებელი. დავიწყო თამაშები გრანადაში და შემდეგ ამ თამაშებთან ერთად ხარისხი. ის ერთ-ერთი ფეხბურთელი ხარ, ვინც ორი ევროპის ჩემპიონატი ითამაშა. აი, ევროპის ჩემპიონატზე არ გულაპარაკე და ეს გამოცდილება შენი კარიერის, შენ ცხოვრებაში როგორი რაღაცა იყო. ორი ევროპის ჩემპიონატი, U21. სამოგცა როგორც ფეხბურთელი რამენად თუ შეგცვალა საერთოდ, რამე თუ გასწავლა. ჯერ ემოციებს მოვყვები როგორი იყო თბილისში. და მათ თქვენ შოტლანდიიდან წახვედით რამდენიმე ფეხბურთელი. ხო. შოტლანდიიდან შოტლანდიაში ხო ხარ ნამყო? ვიყავ მათამაშე. ან როგორი ის იყო სტადიონი, რა გარემო იყო. ანუ ეგეთ გარემოში არ მქონდა არასდროს ნათამაში. და როგორია ეხლა ეროვნულ ნაკრებში ძირითადად იწყებ შოტლანდიასთან. ან მეორე თამაში იყო თუ მესამე თამაში ჩემ ეროვნულში. და ან რო გავედით უკვე სტადიონს და ჰიმნი ვიმღერეთ ორივე გუნდმა, ან ყურებზე მინდა ხელების მოკიდება, ან ისეთი ის იყო. და მე ჩამოვედით და პირველი თამაში პორტუგალიასთან, ანუ ხო ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო გარემო, მაგრამ მეორე თამაში უკვე რო დაინახა ხალხმა რო ანუ სიმართლე რო ვთქვა, ეხლა თავიდან ძალიან ბევრს არ ჯეროდა. ხო, არ მოვიდა ბევრი რა. ანუ ბევრიც მოვიდა, 30000 კაცზე მეტი იყო, მაგრამ სავსე არ იყო. ხო. და მე პირველი თამაში მე რო დაინახეს რომ შეიძლება დაჯერება. მეორე თამაში მან რა გარემოც იყო, არასოდეს არ დამამწნევა მართლა. ანუ სვანაც მაგას ვეუნებოდა, რომ უნდა დავაჯეროთ რა. ისეთი Hello. ის ნამოჭა. იყოს. იყოს ნამოჭა. სვანაც მაგას გეუნებოდა. სვანა პირველივე დღიდან მაგას გეუნებოდა, რომ ამ ხალხს უნდა დავაჯეროთ, ვისაც არ ჯერათ. და პირველი თამაშის მერე ისე ითამაშეს ბიჭებმა, რომ უკვე გარდაუვალი იყო, რომ ხალხი არ მოსულიყო სტადიონზე. გამოცდილების მხრივ მან ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ვისაც უკვე ეროვნული ნაკრების წევრი იყო. წარმოიდგინე რა მნიშვნელობის თამაშები იყო, რომ პორტუგალია, ჰოლანდია და ბელგია ჯგუფში პირველი ადგილი. ეგ ისტორიაა. აბა რა არის? ისტორია. ცოტა დაგვაკვდა რა მე ისრაელთან პენლები. ხო და აი მაგ თამაშებმა ყველა ფეხბურთელს, ანუ ჯერ ხო ძალიან დიდი თავდაჯერებულობა მიცა და მოგცა. და მე მოტივაცია რომ გაგვეგზელებინა უფრო და უფრო წავსულიყავით, ჰა? უკეთეს გუნდებში. მეორე ევროპის ჩემპიონატი. მეორე ევროპის ჩემპიონატი ჯგუფიდან გავედით და ეგ პირველად მოხდა, ხო? არა. პირველად მოხდა. არა, ამოჭერი, გაჩერდი. ბიჭო, სულ ამ ამოჭრაზე რატომ მეუნები? ბიჭო, იმიტომ რომ ვიცოდი. არა, ნახე, პირველად მოხდა რომ საკვალიფიკაციო დაგავედით, ხო, და გააგრძელი. არა, უხდება ეს რაღაცები ჯეოთიმის ვიდეოებს, მეგობრებო. და დაუწეროთ ლუკას კომენტარებში ესეთი ბუნებრივი ბუფარები ალამაზებს ჯეოთიმის. ბიჭო, ისე გამომივიდა რომ ვითომ არ ვიცოდი და ეგ ხო მართლა. არა, ხო შენით გაასწორი, ასე რომ ეს არ მოიჭრება, მეგობრებო. ეს არ მოიჭრება, მეგობრებო. ხო და პირველად გავედით საკვალიფიკაციო ეტაპიდან. კი. მანდაც ცოტა დაგვაკვდა ჯგუფიდან გასვლამ. მაგრამ მთლიანობაში რო ავიღოთ ეს თამაშები, პირველ რიგში ძალიან დიდი გამოცდილება და мотиваცია შეგვმეტა ყველა ფეხბურთელს. მოდი მან თქვათ, გულწრფელები ვიყოთ, რომ მეორე ჩემპიონატზე სვანას ძალიან არ გაუმართლა იმაში, რომ ძალიან ბევრი ტრამირებული ფეხბურთელი ვიყავდა. პლუს უთამაშე. პლუს ანუ გუნდის ხერხემალი ვინც უნდა იყოს, ორივე ფეხბურთელი, ნუ ეხა ესე რა თქვა, არავის ჩემს არ იწყებდა, ეს არის სიმართლე რაც ყვა მის.
შენზე და ლომინაზე იდგა 9.5 ცენტრი. ნუ სასტარტოში თქვენ მოიაზრებოდით, ესე რომ თქვა. შენც უთამაშებელი იყავი და ლომინაც უთამაშებელი იყო. დაცვაში 3 კაცი გამოგვაგდა ტრამვის გამო, ლაცაბა არ უყავდა, უგრეხა არ უყავდა, ის არ უყავდა, გოგლიჩა არ უყავდა. საბა საზონოვიც ახალი დაბრუნებული, ნუ ძალიან რთული სიტუაცია გქონდა. ხო, კი, მაგრამ მეორე მხრიდან რო შევხედოთ, რომ გავსულიყავით, მე რას ვთხოვდით? რო საოცრება გაკეთა, სვანა მის ბიჭებთან ერთად. ისედაც საოცრება გააკეთა, მაგრამ ცოტა დაგვაქვს. რა თქმა უნდა. არა, ხო. ანუ გავედით და ისეთ რომ პირველი თამაში ხო, ანუ ლაპარაკოთ მოვიგეთ პოლონეთთან და აი აუ საფრანგეთთან ჩემს გაგვწე აი მაგ თამაშს დაგჭუმჭო ძალიან გუნდი რა. ვერ დაუ ჩემს და ხო ბიჭები იძახდნენ აი მაინც პორტუგალიის რეაბილიტაცია მოახდინეთ გულთფად ხო ის ჩარჩა თქვენ გულში რაც მოხდა. ჩარჩა კი არა იქნება შავი ლაქ. აი რა ხდებოდა მაგ თამაშის მერე აი თუნდაც გასახდელში ანუ მაგ თამაშის მერე კიდე ქონდა შანსი პორტუგალიას მოგებაგუნდოდა. ხო და რა ხდებოდა აი მაგ საფრანგეთ და მაგ საშინელი თამაშის მერე? ანუ ყველა ერთმანეთს მომხნევებით რომ ანუ ისეთი თამაში ქონდა წინ რომ მაგას ფიქრის დრო არ იყო. აი შემდეგ უკვე პორტუგალიის მერე ესეთი ხერხული თამაშის მერე უკვე საფრანგეთის მოგვაწო საფრანგეთის თამაში პორტუგალია და თან პლუს ისიც ემატებოდა რომ ბოლო წელი იყო ხა რო იაზრებ რომ ესეთ ცხოვრდება ის რაღაც თავგადასავალი. ანუ სვანამ რო ილაპარაკა გასახდელში რავი ძალიან ვიკავებდი ცრემლებს. რაც ხო ისე ვიყავი რომ ამდენი წელი ხა იქ ფეხბურთელი სვანასთან ერთად მოვდიოდით და პლუს კიდე რამოდენიმე ფეხბურთელი მანამდე და ანუ საერთო ჯამში იმაზე მწყდება გული რომ ვიაზრებ რომ აღარ მომიწევს მან თამაში. ზუსტად ეგ განსაკუთრებული ნაკრებები ეხმარება ყველა ფეხბურთის, აი ვინც ეროვნულში აი ხა თუნდაც და ვინც ეროვნულში იქნება. შეიძლება ხალხი ვერ უყურებს გარედან, მაგრამ ზუსტად ეგ განსაკუთრებული ნაკრებები ეხმარება რომ ეროვნულში მოხვდეს. და ზუსტად ის მწვრთნელები ვინც ასაკობრივ ნაკრებებში არიან, ეგენიც ძალიან ბედნიერები არიან რომ თავის გამოვლენილ ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში არიან. ლუკა, ჩვენ როცა საუბრობდით ამ ნაკრების თემებზე, რამას ვაძე ზენირად თბილად ისაუბრა, რომ ეს ადამიანი ცალკე კითხვას იმსახურებს ლუკა განგის კარიერაში რა როლი და ადგილი უკავია მწვრთნელ რამას ვანაძეს და შენი თვალით დანახული მწვრთნელის სვანა როგორია? სვანას შევეხებით პირველი ეტაპიდან დავიწყოთ ჩემი სანაკრებო კარიერას. 15 წლამდე იყო პირველად რო შევიკრიბეთ მწვრთნელი იყო გიორგი ჩიტაური. დღემდეც მაგ ადამიანთან კონტაქტი და ურთიერთობა ძალიან მაგარი ადამიანია და ბავშვობაში ზოგადად ისე ვიყავი რომ მწვრთნელი გუნდში ანოდნაურად ამიყვირებდა ან რამე ეგეთი ანუ ხოიც ბავშვები რო ჩახრიან თავს და ესე რო ბუტებიან ეგრე ვიყავი ძალიან ბუტია ვიყავი. არა, ნუ თამაში არ ისახებოდა ეხა ბავშვობაში 15-16 წლის ბავშვზე ცოტა რთულია მწვრთნელის ყვირილი შენ თამაში აისახოს. და რამოდენიმე შეკრების მერე მიმბარებდა ხოლმე ესე და ერთ-ერთზე მელაპარაკებოდა რომ უბრალოდ ანუ ჩათვალეო რომ არ არსებობს ეგ ადამიანი ვინც გიყვირისო, ვაფშე ყურადღება არ მიაქცია. ამას ვინ გეუბნებოდა? ჩიტო. ხო. აქო რაც გინდა აკეთეო. ოღონდ ის კი არა რომ ეხა შენ საჯარიმოში მატაობა დაიწყებ. წინო რო გადახვალო რაც გინდა აკეთეო. არ გზღუდაო არაფერში, იმიტომ რომ ხედავო რომ პოტენციალი გაქვს და შენ პოტენციალს ხედავ და არ მინდაო რამე შეგზღუდო. და აი მაგ დღიდან ეგ სიტყვები 15-16 წლის ბავშვს წარმოიდგინე როგორ დაეხმარება და დარწმუნებული ვარ დღემდე ეგრეა ბავშვებთან ვინც ყავს ეხლა. და მაგ სიტყვებმა ჩემზე ისე ემოქმედა რომ ანუ ძალიან მოტივირებული ვიყავ ისე რომ ანუ всё უკვე მწვრთნელის ლაპარაკს აზე არ ქონდა ცუდი მხრიდან ჩემთვის. მერე გადავედი 17 წლამდელები 19 წლამდელები და ნუ სვანა რა და სვანასთან პირველ შეკრებაზე ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე პატარა და სადღაც 3-4 წელი მე და სვანა და თავისი სტაფი იქ ერთად მოვდივართ რა ძალიან მაგარი სტაფი ყავს ძალიან მაგარი ადამიანები
და ფეხბურთელებთან თავისთავად ძალიან მაგარი მიდგომა აქვს ზოგადად. და მაგიტომაც იყო ეგ შედეგი რაც ვანამდადო რომ აი მიდგომაში რა საკვალიფიკაციო. თუნდაც ფეხბურთის გარეთ აი ეს მაკაცური უკვე ახლა 21 წლის ბიჭები უკვე ბავშვური ასაკიდან ხო გამოვდივართ. და იქ სტადიონის გარეთ იქ ხუმრობა იქნება, რაც იქნება, ყველაფერი ერთად ახლოს ვიყავთ რა, ძალიან ახლოს ვიყავთ. და ზუსტად ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავდეთ შედეგი, რომ შეკრული გუნდი ვიყავით ძალიან. ნუ ეხა ტაქტიკას იმას ამას აღარ ვიტყვი, იმდენად კაია ტაქტიკაში და თავის ფილოსოფიებით. ჩემი შენაკითხვა ეს იქნება დღეს ეროვნულ ნაკრებს ყავს მწვრთნელი და ის მაგრძელებს მუშაობა ეს ეროვნულ ნაკრებში. თუმცა მე ჩემ ვიდეოებშიც ვთქვამს რომ ამას ვაძებს ხედავ ეროვნულ ნაკრების მწვრთნელად. შენ არ გიგიხები სხვა მწვრთნელზე, კონკრეტულად რამას ვაძებზე გიგიხები მომავალში. ხედავ თუ რამ ადამიანს ქვეყნის მთავარი გუნდის მთავარ მწვრთნელად და რა პოტენციალი აქვს ამისთვის რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა მიიღოს თუნდაც მომავალში. მომავალში როდის? ნუ როცა იქნება შემდეგი ნაბიჯი რამასვანაძე ერთი კანდიდატი რა თქმა უნდა რამასვანაძე უნდა იყოს. აი რითი არის გამორჩეული ადამიანური კუთხით. ბევრისგან მომისმენია რომ თამაში უფრო ძალიან მაგრად და აი გასახდელში როგორი მწვრთნელია. აი თუ შესვენებებზე აი ეგ დეტალები მაინტერესებს ძალიან. ხო, გეტყვი. აი ხა წარმოიდგინე მარტივად რო აგიხსნა. აი ესე აგიღებს თამაშს, აი ესე დაგიღეჭავს და დაგიდებს, აი ესე უნდა ქნაო. ვარჯიშებს რამდენი ტაქტიკაც გაგვიკეთებია. ანუ გვეუბნება რომ ესე გააკეთეთ და გამსვლელიაო. ანუ ხო არიან მწვრთნელები ვინც ამბობენ რომ ესე გააკეთა არ გამოსვლა. მაგრამ აი უმეტესობა ეს იქ მიეცი პასი, აი ხაზებს შუა გაიხსენე 2-1 შეტევა, ანუ ეგეთი ის. ანუ ადგება, ესე დაგიმუშავებს და დაგიდებს, ესე გააკეთე და მოიგეთო. მე გაკეთებს და იგებს. ანუ შედეგი სახეზია. ანუ მარტივად რო აქვს და მარტივად რო გადმოგცე როგორი ტაქტიკოსის ადამს მელი. რა არის გუკანონის მიზანი და რისთვის იბრძვის ამ მომენტში? ამ მომენტში პირველ რიგში სურვილი და მიზანი არის რომ სათამაშო პრაქტიკას დაუბრუნდე. ანუ მართლა ძალიან მომენატრა უკვე სისტემატურად ფეხბურთის თამაში და კიდევ ერთხელ გავუსვავ ხას იმას რომ მაგითო წამოვედი რუსეთიდან რომ ფაქტიურად უკვე ვერ ხედავდი ჩემთავს რუსეთში და მომეცა აგერ შესაძლებლობა რომ გამოვიჩინო თავი ევროპაში ესეთ კარგ გუნდში და ეხლა ჩემი სურვილი და მიზანი არის რომ აქ დავიმკვიდრო ჩემი თავი და რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და შესაბამისად ამ თამაშთან ერთად უკვე ფორმაც დამიბრუნდება დიდი იმედი მაქვს და მჯერა ესეც ასე მეგობრებო ჩვენი ვიდეო ინტერვიუ ლოგი რაც გინათ ის დაარქვით ლუკა გაგიმძესთან დასრულებულია იმედი გვაქვს საინტერესო რაღაცები მოისმინეთ ამ ინტერვიუდან ამიტომ ანუ აღიჭრება ეს ნუ აი ლუკას შვენიერ ხასიათზეა ჩვენი ძმა და მეგობარი იმედია ის სიამოვნებით ინტერვიუთი გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი მოიწონოთ ეს ვიდეო და დაგვიტოვოთ კომენტარები უსურვოთ ლუკას წარმატებები მადლობა მასპინძლობისთვის მადლობა თქვენ ყურებისთვის და მომავალ შეხვდრამდე აბა კარგად